თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. ამასნად ერთი ამბობდა. კი, მაგრამ რა ვქნა სტუმრად რომ მეწვია რუსი ნათესავი, ან მეგობარი, სახლიდან გავაგდო? ბოლოს და ბოლოს დღეს სტუმარია ის ჩემი. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9 გამარჯობა. როგორც კი უმაღლესი დონის ტოლერანტობა დასჭირდება ერს, მაშინვე ვაჟას ამოეფარება ხოლმე. ვაჟას, რომელიც დაიზეპირეს, მაგრამ ვერასოდეს გაიგეს. პოემაში დღეს სტუმარია ის ჩემის გარდა ერთი მნიშვნელოვანი კითხვაც ისმის. მთელი ქისტეთის ამომგდე სტუმრად რა დაგყავს სახლშია? თავარი ამბავი მანდ არის, რომ ჯოყოლამ არ იცის, ვინ არის მისი სტუმარი. მან არ იცის, რომ თავისი ქვეყნის ამომგდები ყავდა სტუმრად სახლში, რომ მტერი ყავდა სახლში. მან არ იცის ძმის მკვლელს, რომ მასპინძლობს და როდესაც ამას იგებს, სტუმარს კი არა, თავის სახელს უფრთხილდება. თავს ლავს რად მასხამთ კოკითა. ამიტომაც პასუხობს, როცა გასცდება ჩემ ოჯახს, იქ მოეპყარი დავადა. ის არ ამბობს, რომ ზვიადაური მტერი არ არის, რომ არ უნდა დაისაჯოს. პირიქით, ძალადობაზე ლეგიტიმაციას აძლევს თემს. როცა ჩემი სახლიდან გავა, გადათელეთ, მოკალით. იმიტომ რომ ის მტერია ჩემი, მაგრამ როცა ის ჩემთან არის სახლში და არ ვიცოდი რომ იყო სტუმარი, მაშინ არ კიდევს ხელს. აი ეს არის ვაჟას ტოლერანტობა და რა ის რომ მტერს უმასმინძლოს სახლში. ვაჟას არ უთქვამს, სადაც ძმის მკვლელი შეგხვდებათ და იცნობთ, სახლში წამოიყვანე, ასვი აჭამე და ისე გაათევინე ღამეო. ვაჟას არ უთქვამს, დათვი რომ მოგერება ბაბაია და უძახეო. ასე რომ არასწორ ავტორს ეფარებით, ვინც ეფარებით. და თუ ვაჟას ფილოსოფიით ცხოვრობთ, განსხვავებული გარეგნობის და ჩაცმულობის ბიჭებს რომ მისდებთ რუსთაველზე ტაბურეტკებით, მაშინ რატომ არ გახსენდებათ ალუ და კეთელაური? რუსი სტუმარი ვისახყორია, ალბათ ყველას თუ არა ძალიან ბევრს მაინც. მეც აღმოჩენილ ვარ რესტორნებში სუფრად, სადაც რუსეთის მოქალაქეები მსხდარან. არც იმით დავინტერესებული ვარ, რატომ ჩამოვიდნენ, რას და რატომ საქმიანობენ. რუსებსა და ქართველებს გაუმარჯოსო, ეგეც უთქვამთ და კიდევ მილიონი რამ. ასეთ დროს ხშირად ცდილობენ ხოლმე პოლიტიკას გვერდი აუარონ. რა თქმა უნდა, რუსეთიდან უნდა ჩამოვიდნენ სტუმრები ოჯახებში, საქმეებზე, სასტუმროებშიც, რესტორნებშიც, ჩამოვიდნენ ტურისტებად და იქეთაც უნდა იარონ ქართველებმა ჩვეულებრივად. სტუმრად ჩამოსულ ხალხში ვინ არის მართლა ტურისტი და ვინ დაზვერვის ოფიცერი, ეს სახელმწიფომ უნდა არკვიოს. წესით ამისათვის არსებობს სპეცსამსახურები. არც იმის მომხრე ვარ საზღვარზე ვინმეს თავისი პოლიტიკურ შეხედულებებზე ეკითხებოდნენ. რისი თქმა მსურს ამით? მიუხედავად 200 წლიანი ჩაგვრისა, მე არ შემხედრია ქართველი, რომელსაც გულწრფელად ესიზღებოდეს რუსი. მხოლოდ იმიტომ, რომ ის რუსია. თუ რამე არ არის საქართველოში, ეს რუსოფობიაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემის აზრით, რუსებს აბსოლუტურ უმრავლესობას იმპერიალისტური აზროვნება აქვს. ზუსტად ასე ფიქრობს როგორც პუტინი. თავარია ვიცოდეთ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომ რუსეთი არის მტერი, რომ რუსებმა მიითვისეს საქართველოს ტერიტორიის 20% და წინ საომარი გვაქვს ამ ქვეყანასთან. გნებავთ ფიზიკურად, გნებავთ დიპლომატიით, თავარია ეს არ დაგვავიწყდეს. თორე არა ვარ მომხრე, რამდენი რუს დავინახავთ, ისე მოვექცეთ, როგორცაც ესერი იმსახურებს. იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენც ხომ არ უნდა დავემგვანოთ რუსებს. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.